დააბრუნეთ გაჩერებებზე ერთმანეთთან გამოლაპარაკების ტრადიცია. და მე ველოდებოდი გაჩერებაზე ავტობუსზე, ძალიან დიდი საერთოდ არ ეწერა ჩემი ნომერი და მეთქი დავუშვებდი, როცა მოვა ერთადერთი ავტობუსი მაწყობს და ვხედავ, რომ ძალიან სასიამოვნო ქალბატონი ზის ჩემს გვერდზე. დავინახეთ ორივემ, რომ იქიდან მოდიოდა ცოტა ხანში შესული კაცი და წამოხტა სასწრაფოდ ეს ქალი და დაბრძანით დაუთმო ამ კაცს ადგილი და ამ ხომ თქვა რომ მე ცოტა მსუქანი ვარო და ვერ დავეტევი და მეთქი მე კიდევ უფრო ჩავიწევი და დაბრძანით თქო. მოკლედ ჩამოგვიჩდა ეს შუაში ეს ქალი მე და ამ ხნიერ მამაკაცს და დაგვიწყო ორივეს ლაპარაკი. ხან იქით გადაიხედებოდა, ხან მე მომხედავდა, მოკლედ ორივეს გველაპარაკა, კაი 20 წუთი ველოდებოდი მოკლედ ჩემს ავტობუსს. იმ კაცს ეუბნებოდა რომ ვაიმე როგორ შეიცვალა რა ამინდები, ესე იგი ამინდიც კი არ ზრუნავს ჩვენს. არავინ ხო არ ზრუნავს ჩვენზე და ამინდიც არ ზრუნავს. აი ესეთი სიცივიდან სიცხე რო დაიწყება, არაფრით არ შეიძლება სისხლის არღვევისთვის, გულისთვის არაფრით არ შეიძლება. მე გადმომხედა. დედიკო ერთი შეხედე ავტობუს, რომელი ავტობუსი? არა, ეს არ მწყობს. მე კიდე ამას წინათ ვიყავი დიდი ხომში და ეს დიდი ხომი მართლა დიდი ხომი ყოფილა, იმ ხელა ქალაქი გაუშენებიათ გენაცვალე რა ვიცი დავიკარგე ამას. ყველა სიტყვის შემდეგ მეუბნებოდა რომ კი დედიკო. და ამასობაში მოვიდა ჩემი ავტობუსიც. აბა შენ ხარ ძალიან ლამაზი გოგო, გისურვებ საუკეთესო ცხოვრებას და გადასარევ დღეს. ყველაზე კარგი დასასრული ამ დღის კიდე ის იყო, რომ დავჯექი ავტობუსში, ჩემს მერე ამოვიდა წყვილი. ჩემს უკან დასხდნენ. და აი ვიგრძენი რომ ჩაეხუტნენ ეს ერთმანეთს, რაღაცნაირად რო გძნობ, არ ვიცი როგორ. და უცებ ამ გოგომ უმღერა თავის შეყვარებულს. ბიჯო მე შენს მეტი ვაიმე რა საყვარლები იყვნენ და ძალიან მინდოდა რომ ამ ქალის ისინი მქონდა თან გამოყოლილი ვაიბები და ძალიან მინდოდა რომ შეუბრუნებულიყავი და მე თქვა რომ ვაიმე დედი რა კარგები ხართ, მაგრამ ჯერ მაგასაკისთვის არ მიმიღწევია.